და თუ წვიმამ არ გადაიღო და წვიმა გაძლიერდა, ალბათ მთელი ღამე გვექნება გამოძახებები და ჩვენ მზად ვართ ეს სამსახური შევასრულოთ. ძლიერი წვიმა რეგიონში შუა დღისას დაიწყო. სინოპტიკოსების პროგნოზით აჭარის ზღვისპირეთში ორშაბათიდან გამოიდარებს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საბედნიეროდ მალე უნდა გადაწყდეს. დატალაშვილების ოჯახმა ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მათი 5 კვადრატული მეტრის თავშესაფარი იყიდება. მას შემდეგ კი რაც ქრონიკა მერიას დაუკავშირდა, პირობა მივიღეთ, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს ფართს გამოუყოფენ. უკვე 10 წელია ივანე ტატალაშვილი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად აქ 5 კვადრატულ მიწურში ცხოვრობს. შუქი რო არ გექნება, წყალი რო არ გექნება და რამე რო არ გექნება და აგერაკ ვირთხები დარბიან, მეტი გველებია, ვირთხებია. ამ სახლში სადაც წვიმისას წყალი ჩადის ზამთარში კი ძალიან ცივა ბავშვებთან ერთად სხვა არსებებიც ბინადრობენ. აქ გძინავს დედას, ჩემს დაიკოს, კიდევ ჩემ პატარა დაიკოს. აქეთ გძინავს მე, ჩემ დაიკოს, მამას კი გარეთ ზინავს. იქით უფრო უარესი ამბავია, იქით სულ ჭერიდან სულ წყალი ჩამოდის ქარი. და უცხები დადიან მაღლა. 6 წლის თაკო ტატალაშვილს, რომელიც სკოლაში წელს პირველად წავიდა, სამეცადინო მაგიდა არ აქვს. კიდევ ერთი შვილი მიწურში არასაკმარისი ადგილის გამო გორში ნათესავების ნაქირავა ბინაში ცხოვრობს. მათ მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვთ. ჩვენ დგებართ საშიშროების წინაშე, გაიყიდეს ადგილი და გვეუბნებიან წადით, ამთვის ბოლომდე გვაქვს ვადა, არცად წასასვლელი არ აქვს. ეს ამდენ ხანში გაცალეთო. ამთვის ბოლოს უნდა დავწერ. ოჯახის მძიმე ისტორიის მოსმენის შემდეგ ქრონიკა თბილისის მერიასა და საბურთალოს გამგეობას დაუკავშირდა. ტატალაშვილებს იმედი მიეცათ, რომ მათი პრობლემები მალე მოგვარდება. საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ოჯახს ქირით გაიყვანს, მანამ სანამ თბილისის მერია არ დაამთავრებს სოციალური საცხოვრისის მშენებლობას. მერია ტატალაშვილების ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზეც იზრუნებს. ქალაქ თბილისის მერია უზრუნველყოფს ორშაბათიდან ამ ოჯახის ბავშვების და თვითონ ქალბატონის მთლიან სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას. თაკო, ელენე, ნინო და მეგი ახლა სახლს ხატავენ. სახლს, რომელიც ჯერ არ აქვთ, თუმცა უკვე ზუსტად იციან, რომ ორშაბათიდან ყველაფერი შეიცვლება. კატალონია რეფერენდუმისთვის ემზადება ეს და სხვა ამბები რეკლამის შემდეგ დაგველოდეთ. გაიცანით დიროლის მეგობრები. რამ სიგრძე რიგია მუზეუმთან, რა მოსაწყენია. ბროა გავსინჯოთ ახალი დიროლ მანდარინი. რამ კაფიო გემოა, გავსებს პოზიტივით. და იქნებ ჩვენით მოგვეწყო რაინდის ტურნირი. აღმოაჩინე ახალი დიროლი, აღმოაჩინე პოზიტივი. სუპერ გმირ სუპერ ძალა სჭირდება, მათ შორის თმისთვისაც. ინოვაცია შვარცკოფისაგან. ახალი ტავთ პაუერი, თმის გამაძლიერებელი ფორმულა კოფეინით 48 საათიანი მეგაფიქსაციისთვის. ნებისმიერ ამინჩი. ახალი ტავთ პაუერი შვარცკოფისაგან. ტავთ პაუერი, უხილავი ფიქსაცია. შეწებების, დამძიმებისა და გაუხეშების გარეშე. სუპერ უხილავი. ახალი დიროლ ექსპრესში ყინულოვანი პიტნა. ეს რაღაც ახალია. ყველა ბალიში უჩვეულოდ ბევრი სიგრილია. უბრალოდ გასინჯეთ დიროლ ექსპრესში. ეს არის საღეჭი რეზინის ახალი თაობა. შენ გრძნობ ურთიერთობის სიმარტივეს მთელი დღე. ახალი დიროლ ექსპრესში ყინულოვანი პიტნა. განიცადე კრისტალური სიგრილე. თუ ფიქრობთ, რომ ყველა კბილის ჯაგრის ერთნაირია, დაფიქრდით კიდევ ერთხელ. პროფლექს ჯაგრის ორალბისგან მოძრავი გვერდები აქვს. ამ რიგადის არის უხეშინადებისთვის, მაგრამ ნაზი ღრზილებისთვის. ორალბი, მსოფლიოს სტომატოლოგების მიერ ყველაზე ხშირად რეკომენდირებული კბილის ჯაგრისის ბრენდი. თქვენი სახელი მითხარით? გაბრიელი. ავტომობილი გაბრიელ! მე ვარ გაბრიელ მკეცხვარიშვილი, კასპის რაიონიდან ტექნობუმის მაღაზიაში შევიძინე საერცხო მანქანა და მოვიგე მერსედესი. დიდი მადლობა ტექნობუმს, დიდი მადლობა ყველას მოიგოს ესეთი გრანდიოზული მანქანა. შენც მოიგე ტექნობუმში. როცა წყალთან დგახარ,
დავიწყდება შენს უკან რა ხდება. როცა ცურვას იწყებ, ხვდები, რომ წამის მეასედიც კი მნიშვნელოვანია. წყალში ყოველი შენი ხელის მოსმა სიძლიერის, ჰარმონიის და სტაბილურობის ნიშანია. შენთვის აღარ არსებობს სიღრმე და დაბრკოლება, თანდათან კრება მანძილი და იმის შანსი, რომ დამარცხდები. ირაკლი ბოლქვაძე ირჩევს ლიბერტი ბანკის სადებოზიტო სერტიფიკატს, მაღალ 18%-მდე სარგებელს ლარში. ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა აცხადებს მიღებას ტელეჟურნალისტიკისა და ტელეოპერატორის კურსებზე. ჟურნალისტიკის საფუძვლები და პრაქტიკული უნარჩვევები, ტელეოპერატორის ხელოვნება და თანამედროვე ტექნოლოგიები. გამოცდილი და პროფესიონალი პედაგოგები. პრაქტიკა ტელეკომპანია იმედში. მიიღეთ სრული ინფორმაცია ვებგვერდზე 3w.tvschool.g და Facebook-ის გვერდზე tvschool. ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა. ახალი დილ სენსისი კიდევ უფრო ძლიერი და წვნიანი გახდა. დილ სენსისი პიტნის. როგორი წვნიანია. გასინჯე მთლიანი წვნიანი ხაზი დილ სენსისისგან. ეს არის ქრონიკა 8-ზე. რა ხდებოდა დღეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მსოფლიო ამბების მთავარი მიმოხილვა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მეორე მემორანდუმის მიუხედავად უკრაინის აღმოსავლეთით ისევ ისვრიან. დღეს დონეცკში დასახლებულ კვარტალთან 2 ბომბი ჩამოაგდეს. შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე დონეცკში რუსული ჰუმანიტარული მესამე კოლონა შევიდა. ტვირთის საზღვარზე ამჯერადაც წითელი ჯვრისა და უკრაინელი მებაჟეების შემოწმების გარეშე შეიტანეს. ალესკასთან ახლოს რუსული ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები დააფიქსირეს. MiG-31 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა მანამდე კანადასა და ბრიტანეთსაც ჩაუფრინეს. ფაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. შიიტი მეამბოხების თავდასხმების შედეგად იემენში სახელმწიფო ტელევიზია დაიწვა. დაჯგუფება ალ-ჰუსის გააქტიურების გამო მაუწყებლობა კიდევ 3 მარხმა შეწყვიტა. სანადან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. კატალონია რეფერენდუმისთვის ემზადება. მადრიდის უარის მიუხედავად ბარსელონაში კატალონიის პარლამენტმა საზოგადოებრივი გამოკითხვის კანონი მიიღო და რეფერენდუმი 9 ნოემბერს ჩანიშნა. მიუნხენში ლუდის ტრადიციული ფესტივალი ოქტობერფესტი დაიწყო. ლუდის დღესასწაულს გერმანია უკვე 180